მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მეოთხე საგამოცდო გზის განხილვით. მეოთხე საგამოცდო გზა არ შეცვლილა, იგივე დარჩა, რაც ადრე იყო, ისევ იგივე ლოკაცია, უბრალოდ 2 წლის წინ გვედო ეს ვიდეო და ამიტომ განვაახლებთ ამ ვიდეოსაც. მოდი ნელა დავიწყოთ ახლა მოძრაობა ჩვენ. საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ხედი რომ არ შევუშალოთ იქიდან ზემოდან არ ვიწყებთ მოძრაობას. მოკლედ აქ ავიდეთ ზემოთ წრიულზე და დავიწყოთ მეოთხე საგამოცდო გზის განხილვა. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ვიწყებთ ესე იგი ჭიშკრიდან გამოდივართ მარცხენა ციმციმით, შემდეგ როგორც კი გადმოვდივართ მარჯვენა ციმციმაზე გადავდივართ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. და ჩავდივართ უკვე ქვემოთ. კი ბატონო. დადგენილი სიჩქარე აქ 50 გვაქვს. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მოძრაობა უკვე არის შეინიშნება, რადგან სამუშაო საათებია ამ შემთხვევაში და შევეცდებით რომ მეტი დაბრკოლების გვერდის ავლა განახოთ, მოკლედ თუ სიტუაციები შეგხვდებათ, ყველა სიტუაციას განვიხილავთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 300 მეტრში მარჯვნივ დაგვიძახა, ახლა მე უკვე შორიდან ვხედავ რომ მარჯვენა მხარეს არის დაბრკოლება. ვცდილობ რომ უკვე მარცხენა სარკე ვაკონტროლო, რომ ჩავერთო ციმციმა და აუვარო გვერდი, გავიხედები გვერდზეც გავიხედები, თავურით გვერდს. შეიძლება აი ამ მომენტში ახლა მანქანაში ჩაჯდა, დაძრას მანქანა და ყურადღებით იყავით. ერთი ქვეითი გავატარეთ, დანარჩენი არ იწვრებიან. ახლა უკვე მარჯვნივ უნდა ჩავერთოთ. გავიხედებით მარჯვენა მხარეს, მანქანა გვყავს, გავატარეთ ამ მანქანას ახლა. გაიაროს, ნახე გვერდი აგვიაროს და შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას მარჯვენა მხარეს. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა თუ გიწევთ, ეცადეთ რომ შეანელოთ, ამ შემთხვევაში ხაზს არ კვეთავთ, მარჯვენა ციმციმას ისევ ჩავთავ, იმიტომ რომ გამოირთო, გავიხედები მხარზე მარცხენა მხარეს, არავინ არ არის და გავაგრძელებთ მოძრაობას მარჯვენა მხარეს. ამჩქარებელ ზოლში ვართ, მოდი ავაჩქაროთ მანქანა, ვაკონტროლოთ უკვე სარკე, ჩავთოთ მარცხენა ციმციმა, გავიხედოთ ასევე უშუალოდ გადასვლისას გვერდზეც, თუ არავინ არ იყოს. მოძრაობთ პირდაპირ. და გადავალთ ზოლში. ზოლში გადასვლისას ვთიშავთ მაჩვენებელს და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. 70 მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ამიტომ ვიმოძრავთ დაახლოებით 60-65-ით. და დაველოდოთ უკვე შემდეგ მინიშნებას. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. კი ბატონო, მოგცა შემდეგი მინიშნება კომპიუტერმა. ველოდებით 300 მეტრს უკვე. ზოლის კონტროლი და სიჩქარის კონტროლი არ დაგვაქვს. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. კი ბატონო, მოგცა ნიშანი. ანუ გზაჯვარდის რო დავინახავთ, უკვე ნელა დავიწყებთ შენელებას და ველოდებით სიტყვა მალის. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავთოთ ციმციმა, გავიხედებით, სარკეში აუცილებლად გავიხედოთ. წინიდან არავინ არ მოდის, ამიტომ შევანელებთ და ჩავუხვევთ უკვე მარცხენა მხარეს. ჩავდივართ მარცხენა ზოლით. ოღონდ 2 ზოლი ჩადის და 1 ამოდის, ეს არ დაგავიწყდეთ. ახლა უკვე შემიძლია რომ გადავიდე მარჯვენა ზოლში, შემიძლია აქაც გავაგრძელო მოძრაობა. ცოტა შევანელებ. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავთ პირდაპირ. რატო შევანელებ? იმიტომ რომ შეიძლება ეს მანქანა თავის ზოლში ვერ ჩატეოდა და გადმოსულიყო, გადმოეკეთა ჩემი ზოლი. ამ შემთხვევაში თავი შევიკავეთ, შევანელეთ, თავი დავიზღვიეთ უფრო სწორად, რომ სავარო სიტუაცია არ შეგვიქრო. მოდი გადავალ ახლა მარჯვენა მხარეს, ჩავერთებ ციმციმას, გავიხედები სარკეში, გადავალ მარჯვენა ზოლში და გავაგრძელებ მოძრაობას მარჯვენა მხარეს. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 500 მეტრი დაგვიძახა, დაველოდოთ 300 მეტრს როცა იტყვის, ეს ორმოები შევიმჩნიოთ აუცილებლად. ახლა აქ არის ნაგვის უნას გამოწეული, ამიტომ შევუნელდები, მანქანა მყავდა გვერდზე, გავიხედები სარკეში და მოდი გვერდს ავუვლით ციმციმის დახმარებით, რა თქმა უნდა. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვენა მხარე დაგვიძახა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცვლის ზოლს, რატომ? იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს დაბრკოლებებია. დაველოდები, ცოტა რომ მივუახლოვდები უკვე. ვეცდები უკვე რომ შევიცვალო, შემდეგ მარჯვენა მხარეს გადავიდე. ამ შემთხვევაში თან სარკე ვაკონტროლოთ. მარჯვენა სარკეს ვაკონტროლებ, შუა სარკეს ვაკონტროლოთ. ახლა ერთი მანქანა დგას აქ და ამის მერე უკვე შეგვიძლია რომ შევიცვალოთ ზოლი. გავიხედეთ მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ეს მანქანა მოძრაობას იწყებს ახლა. გავატაროთ ეს მანქანა, მოდი. გავატარეთ.
შევიდით ამანქანას და ნელა დავიკავთ უკვე მარჯვენა ზოლს. ასე. ნუ ამანქანაზე ხარ უნდა დაიწყო მოძრაობა სანამ ჩვენ არ გავივლიდით. როცა გავივლიდით ამ შემთხვევაში უკვე შემდეგ უნდა დაიწყო მოძრაობა, უბრალოდ დაარღვია ახლა, აღარ არის ქვეითები, გავაგზავნებთ მოძრაობას მარჯვენა მხარეს. შევდივართ, აქ გადავხდოთ მარცხენა ციმციმაზე, წინ დაბრკოლებები გვაქვს, ამიტომ ცოტა ირიბად დავიწყე მოძრაობას, გავიხედები მხარზე ასევე ზოლთან, როცა მივუახლოვდები შორტ შეერთებისას, კიდევ გავიხედები. აღარ მოდის, გავაგზავნებ მოძრაობას პირველივე ზოლში და ეგრევე ქვეითაბილი კი ხდება, ამიტომ ძალიან არ აჩქაროთ. ნიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. გადავიდა ქვეითი, გავაგზავნოთ მოძრაობა პირდაპირ. მოუმატებთ სიჩქარეს, ავიღებ დაახლოებით 40-45-ს. შეგვიძლია ახლა შევიცვალოთ ზოლი, შეგვიძლია აქაც დავჩეთ და ესე ვიმოძრავოთ, არ არის პრობლემა, შევანელე გამოვიხედე, არავინ არ იყო გავაგზავნეთ მოძრაობას. ახლა უკვე მოდი ჩავთავთ ციმციმეს, გავიხედები მხარზე და ნელა უკვე შევიცვლი ზოლს. გადავედი შუა ზოლში. ველოდებით შემდეგ მინიშნებას. ეს ძალიან ხოთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. დიახ, პირდაპირ გავაგზავნოთ მოძრაობა, ძალიან ბევრ საგამოცდო გზაზე გვხდება ამ გზის გავლა. და კარგად დეტალურად უყურეთ და დაიმახსოვრეთ. ნახეთ, ახლა მანქანა ჩვენ ზოლს კვეთავს თითქმის. ამიტომ ცოტა უნდა შევანელოთ ამ დროს. დავაცადოთ თუ გადმოსვლა უნდა სიტყვაზე გადმოვიდეს. თუ გადავა იქით ხარს, უკვე შეგვიძლია რომ გავაგზავნოთ მოძრაობა ისე თავისუფლად. 47-ით ისეაც მივდივართ, ამიტომ წინ ქვეითაბილი კი გვაქვს, შევნელდები, გავიხედოთ, გამოვიხედოთ. ეს მანქანა რო გავა, შემდეგ ისევ გავაგზავნოთ მოძრაობას, გავიხედეთ, არავინ არ არის, გავაგზავნებთ. ხოთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, ისე პირდაპირ ვაგზავნებთ მოძრაობას. აქ არავის არ უთომ თუ აგზავნებთ ჩვეულებრივად, აქ როგორც გითხარით გვერდიდან გვირთდება, ამიტომ ხარზე გაიხედეთ, რომ მარჯვენიდან არავინ არ შემოგვიძვრეს, ესე რომ ვთქვათ. გავაგზავნებთ პირდაპირ მოძრაობას, მეგობრობის ქუჩაზე გამოდივართ. შეგვიძლია აქ წინ დაბრკოლებები არის, უკვე შეგვიძლია რომ აქ ზოლიც შევიცვალოთ. ეხლა ორ მოიყო, გავიხედები მარცხნივ-მარჯვნივ, გავაგზავნებ მოძრაობას. როცა დავაკვირდებით და წინ დაბრკოლება იქნება, წინასწარ უკვე ზოლის შესვლაზე ვიზრუნოთ. თუ არ არის დაბრკოლება, აუცილებლობა არ არის, რომ მაინც მარცხენა ზოლში გადახვიდეთ. პირდაპირ გავაგზავნებთ მოძრაობას აქ. ნახეთ, ახლა არის უკვე აქ დაბრკოლება. გავიხედებით სარკეში, ჩავთავთ მარცხენა ციმციმას. ერთი მანქანა არის, გავატარებთ ამას და ამის შემდეგ უკვე შევიცვლით ზოლს. ხარზე გახედვა არ დაგავიწყეთ ხოლმე, ანუ თავს როცა მიატყილებთ, გვერდზეც მიატყილებთ ხოლმე, რომ დავინახოთ ქვეითი გადმოდის, აქ გავჩერდებით. ოდნავ წინ მომივიდა გაჩერება, ამ შემთხვევაში სულ შეცდომას დამიწერდა გამომცდელი, გადავიდა ბოლომდე და გავაგზავნეთ მოძრაობას. ანუ ხასთან ძალიან ახლოს ვიყავი ამ 500 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. დიახ. ანუ ხასთან ძალიან ახლოს როცა მივხვდით, ამ შემთხვევაში ხულას დაკლებს, ხოლო თუ გადავკვეთავთ, ამ შემთხვევაში მძიმე შეცდომა იქნება, ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე. მანქანა რო გაივლის, თქვენ კიდევ გაიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, შემდეგ ისე გადავიდეთ. თან ამაღლებული ქვეითაბილი კია, ამიტომ მან ყველა ვარიანტი შესანელებელი ყავს მანქანა. ვაგზავნებთ მოძრაობას პირდაპირ, შემდეგი ქვეითა გადასასვლელი ზებრა, ანუ ხდება კიდევ, ყურადღებით ვიქნებით. გავიხედები, 300 მეტრში არავინ არ არის, გავაგზავნებთ მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. მოუხვიოთ მარცხნივ. მაშინ მარცხენა ზოლში დავრჩები მე და აღარ შევიცვლი ზოლს. თუ სიტყვაზე მარჯვენას მეტყო და ჯობია აქვე შეიცვალოთ ხოლმე ზოლი და შემდეგ სამზოლიანში შუაში გადახვიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლით. მარცხენა ზოლით გავდივართ მარცხენა ზოლში. შუქშინაზე მწვანეა, აქ არ ჩანდა, კარგად დავაკვირდეთ ხოლმე რომ თუ ციმციმებს აღარ გადავიდეთ და სტოპხასთან გავჩერდით. ვაგზავნებთ მოძრაობას მარცხენა ზოლით. შევანელებ, იმიტომ რომ ქვეითი დავინახე გადმოდის. გავჩერდები დისტანციით. როცა გადავა უკვე მარჯვენა მხარეს არავინ არ არის, შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მოძრაობა თავისუფლად. დაველოდებით შემდეგ მინიშნებას, სავარაუდოდ წრიულზე ვუხვევთ.
ცოტა შევანელე. წრიული მოძრაობისას მოვხვიოთ მარცხნივ და მარცხნივ. ჩავრთოთ მარცხინა ციმციმა, მარცხნივ და მარცხნივ. ანუ წინა ვიდეოშიც იყო ეს მსგავსი. შევდივართ მარცხენა ზოლში და შემდეგ ბრუნდებით უკან. დისტანციით გავჩერდებით, ეს მანქანები როცა გაივლიან, გზის დათმობასთან მხარზე გახედვა მარჯვენა მხარეს არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ მარჯვენა გვიერთდება აქ. უბრალოდ თავარი გზა მოდის მარჯვენა მხრიდან. ციმციმას ისევ ჩართავ, იმიტომ რომ გამოვირთო საჭირო გავასწორე. ახლა გავჩერდები. ხედულობს არეალი მიჭის, ამიტომ შემიძლია ასე ოდნავ წამოვიწიო ტანით. ვიმოძრაო, ცოტა ოდნავ წინ მივიწევ კიდე მანქანას, რომ დავინახო და მკაფიოდ გქონდეს ხედველობა. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ. აღარავინ აღარ არის, უკვე შეგვიძლია დავუწყოთ მოძრაობა, შევდივართ რა თქმა უნდა მარცხენა ზოლში, აქ უწყვეტი ხაზია მარჯვნივ და არ გადავკვეთოთ ეს უწყვეტი ხაზი. წინა მანქანა რო გავივლის, ამის შემდგომ გავაგრძელებთ ჩვენს მოძრაობას. ციმციმის გარეშე მოვუხვია, ამიტომ ეს ყურადღებით იყავით ხოლმე. აქ მარჯვენა შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. არავინ არ გადმოდის, პირდაპირ გააგრძელებთ მოძრაობაო, ხედავ რომ სამზოლიანია, მაგრამ მარჯვენა მხარე დაკავებულია, შესაბამისად ვერ შევიცვლი ზოლს, უწყვეტ ხაზებს ვერ გადავალ, ამიტომ დავრჩები ამ ზოლში. დისტანციაზე გავაჩერებ. წავიდნენ ჩვენს გავაგრძელებთ მოძრაობას. აქ ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? წინა ვიდეოში თქვით ეს, კარგად გადავწიოთ მარცხენა მხარეს მანქანა და შევიდეთ მარცხენა ზოლში. ნახეთ აქ მარცხნივ ქვეითი იდგა არ გავატარე, იმიტომ რომ მწვანე მქონდა. ამ შემთხვევაში არ გევალებათ თქვენ მისი გატარება. პირიქით. შევანელებ ცოტას, იმიტომ რომ ქვეითი გადმოდის აქ, გავჩერდები. მოძრაობა ქონდა დაწყებული, არ ვიცი ვიდეოში ამდენად გამოჩნდება, მაგრამ თლად შუაში არ იყო მოსული, მაგრამ მაინც დავუთმე. იმიტომ რომ მე როდესაც ქვეითაბილიკთან ვიქნებოდი, უკვე ის შუა ნაწილში იქნებოდა, თუ გავივლიდი ჩაიჭრებოდა. ამიტომ წინა ვიდეოში გავს სიტუაცია იყო, უბრალოდ იმ ქვეითებს ჯერ ფეხიც არ ქონდა ჩამოდგმული. ამ ქალბატონს რამდენიმე ნაბიჯი ქონდა აქეთკენ გადმოდგმული, თან მოძრაობდა, ამიტომ ესეთ სიტუაციაში ვუთმობთ, მაგრამ წინა ვიდეოში როგორც ნახეთ, ისეთ სიტუაციაში არ ვუთმობთ. რა თქმა უნდა, შუა სარკეთს უნდა გავაკონტროლოთ. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, პირდაპირ გავაგრძელებთ ისე მოძრაობას. ქვეითაბილიკია, ამიტომ მოძრაობა ბევრი არის, საღამო პერიოდია უკვე თითქმის. როცა დაიძვრებიან მანქანები, ჩვენც გავყვებით. ოღონდ აი ესეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ წინ დგას 2-3 მანქანა, იყავით ძალიან ყურადღებით, ისინი რომ გავლენ თქვენ არ გაყვეთ მათ. დაველოდოთ, კარგად გავიხედ, გამოვიხედოთ და შემდეგ ისე გავაგრძელოთ მოძრაობა. გავიდა, გავიხედე მარცხნივ, არავინ არ არის, მარჯვენა მხარეს ქვეითი. გადმოსას ცდილობს გონი, მაგრამ არ გადმოდის. ჩვენ ვალი გქონდა მოხდილი, ანუ გაჩერებული ვიყავი 2-3 წამის განმავლობაში, არ გადმოვიდა მარჯვენა მხარეც მოძრაობდა, სარკეშიც უყურებდა, ჯერ კიდევ არ გადმოსვლა ის ქვეითი. ანუ ესეთ სიტუაციაში შეგვიძლია თქვენ გააგრძელოთ მოძრაობა. თუ მოძრაობა არ შევაფერხოთ. შევნელდებით, ქვეითი გადმოდის, აქაც დავუთმობთ ქვეითს. გავატარებ, ბოლომდე გადავიდეს და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ მოძრაობა. მარჯვენა ზოლი თუ თავისუფალი იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ მარჯვენა ზოლში, რადგან სამზოლიანში მე პირდაპირ შუაში შეხვალთ. ეს მარტივი იქნება უბრალოდ, ეხლა მარჯვენა მანქანა მყავს. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ამიტომ არ გადავდივარ. გავჩერდები აქ ქვეითა გასასვლელზე არ გადადის, მაგრამ მაინც გავატარებთ, იმიტომ რომ წინ სივრცეც არ გვაქვს. საცობია თან ამ შემთხვევაში. სანამ არ გადავა თქვენი მხრიდან, მანამდე მოძრაობა არ დაიწყოთ. მწვანე გვაქვს, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ახლა უკვე ვცდილობთ რომ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს. მანქანა გავატარებთ, ახლა ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, მიხედები გვერდზე, ისევ მანქანები არიან, აქ ჯერ ახლა უკვე მივაქვს ყურადღებას ქვეითაბილიკზე ხომ არავინ არ გადადის, გადმოდის, ციმციმა ჩართული მაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გადასვლას ვცდილობდი და ვერ გადავედი. მარცხენა მხრიდანაც გადმოდიან ქვეითები. ამ შემთხვევაში ამათაც დაველოდოთ და შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას. მარჯვენა მხარეს უკვე თავისუფალია, მარცხენიდან თავისუფალია, ჩემს ზოლს როგორც გადავკვეთავს, უკვე დავიწყებთ მოძრაობას. წავედით. აქ შეგიძლიათ უკვე კარგად მოუმატოთ, აქ დრო იხედოთ, იმიტომ რომ ის მანქანა გაჩერებული არის. ახლა უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს.
ანუ ციმციმა არ გამოვრთე და რატო არ გამოვრთე? იმიტომ რომ მე როდესაც გავიხედე სარკეში, შემდეგ ციმციმა ჩავრთე, მანქანას გასწრება უნდა მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. კი ბატონო. გავასწრებინე ამ მანქანას, შემდეგ ქვეითა ბილიკი მქონდა და ციმციმაზე ყურადღება მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დაივიწყო ცოტა ხნით ციმციმა, მიაქციეთ ჯერ ქვეითა ბილიქს ყურადღება. ქვეითა ბილიქს როცა გადავწდებით, უკვე შემდეგ შევიცვლით ზოლს. ეს პრობლემა არ იქნება. 500 მეტრი დაგვიზახა, მაგრამ ჯერ არ გადავდივართ, იმიტომ რომ აქ მომხვევის ზოლია, ყურადღებით იყავით, არ შეგეშალოთ. 300 მეტრში როცა დაიძახებს, უკვე შეგვიძლია რომ ნელა შევიცვლოთ. 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. გავიხედე მარცხნივ, ჩავრთე, გავიხედე მხარზე, არავინ არ არის და შევიცვლით ზოლს. უწყვეტ ხაზამდე მოვასწარით, ცოტა შემნელდებით პარალელურად, რომ გავიხედო ორივე მხარეს. არავინ არ არის და გავაგრძელე მოძრაობას. შეგიძლიათ აქ რომ ქვეითა ბილიქს გადმოცდებით, შემდეგ შეიცვალოთ ზოლი. დაველოდოთ მინიშნებას, გააკაც ვანელებთ. მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ და მარცხნივ. ანუ ისე ორჯერ მარცხნივ ჩავრთე მარცხნა ციმციმა, აქ მithმობენ, მაგრამ მაინც სიფრთხილით გავივლით, მარჯვენა მხარესაც ვითმობს, შევანელებ, ცოტა წამოვიწევი. ამ მანქანას ახლა გავატარებ, იმიტომ რომ მოდის, იმიტომ რომ დაწყებული ქონდა სულ გზაჯვარედინს და იყო. ნუ ბოლომდე არ გამიჩერებია მანქანა, შევანელე სავარო სიტუაციიდან რომ თავი დამეცვა. შემდეგ გავაგრძელე მარჯვენა შორს არის ამ მანქანები, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მოძრაობა. მარცხენა ზოლთან როგორც კი იქით მხარეს ყურებას მორჩებით, მაშინვე ყურადღება გადმოიტანოთ წინ ზოლებზე და გვერდზე წრიულთან, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლოს მიდიან ხოლმე წრიულთან, როცა მარჯვნივ უყურებიან და ეს შეცდომა რო არ დაუშვათ და მძიმე შეცდომა რომ არ მოგივიდეთ, ამ შემთხვევაში გავითვალისწინოთ ესეც, რომ თუ კი დავინახავ იქიდან მანქანა აღარ მოდის ან შორს არის, როგორც კი დავძრავ, მაშინვე უყურებ წინ არეალს და გვერდზე წრიულს, რომ დისტანცია დავიცვა და ზოლები ვაკონტროლო. ისევ იგივე გზის გავლა გვიწევს მონაკვეთის, რაც წეღან დაწყებისას გავიარეთ. გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მაგრამ წეღან თუ გვეძახდა რომ 500 მეტრში პირდაპირ გაგვეგრძელებინა, ახლა გვეუბნება რომ 500 მეტრში უნდა მოუხვიოთ მარჯვენა მხარეს. 300 მეტრს 20 მეტრის ნუ შუქრიშანსაც რო გადავწევით, უკვე შეგვიძლია რომ ნელა ზოლის შესვლა დავიწყოთ. ციტელს დაველოდოთ, აინთოს მწვანე. შეგვიძლია უკვე დავძრათ. ველოდები რომ დამიძახებ, შემდეგ შევიცვლი ზოლს. ჩვენ წინ რომ 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო, გავიხედები სარკეში, ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, ხარზეს გავიხედები და შემდეგ გადავალ მარჯვენა ზოლში. სარკეში გავიხედოთ ხოლმე რამდენიმეჯერ. წინ მარშრუტკა მიდის, ამიტომ უნდა ველოდებოდეთ მისგან გაჩერებას. იმიტომ რომ პირველ ზოლში მოძრაობს, შეიძლება ვიღაცამ ხელი გაუქმნიოს, გააჩეროს, შეიძლება გაჩერებაზე გაჩერდეს ქვეითი სასაყვანო და ასე შემდეგ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალე მოუხვოთ მარჯვნივ. მოდი ჩავთოთ მარჯვენა ციმციმა. დაველოდოთ, როდის აითება მწვანე. დამატებით სექცია არ გვაქვს აქ. ამიტომ ველოდებით, როცა რო აინთოს მწვანე. თუ წინ მოძრაობს მანქანა და დიდი დისტანცია დაგრჩებათ, შეგვიძლია ცოტა თქვენც მიწიოთ. მწვანე აინთო, ამიტომ გავაგრძელებთ, როცა შევუხვოთ უკვე ქვეითებს. მწვანე იქნება, ამიტომ როგორც კი მოვუხვოთ, აქ ქვეითა ბილიკი არის ძველი, გავჩერდები, ქვეითს გავატარებ, აი ხომ არ ხატია ახლა ზებრა ქვეითა ბილიკი გადასასვლელი. არა უშავს თუ არ ხატია, ამ შემთხვევაში მაინც გვიწევს ჩვენ გზის დათმობა, იმიტომ რომ ქვეითს ქონდა მოძრაობა დაწყებული, ასე რომ გითხრათ. ზოლები არ გვიხატია ჯერჯერობით, შეიძლება 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ დახაზული დაგხვდეთ გზა, რა თქმა უნდა, თუ დახაზული იქნება, ძალიან მარტივი იქნება იმის გარჩევა, რომელ ზოლში მოძრაობთ, მაგრამ თუ არ არის, არც ეს არ არის პრობლემა. დაახლოებით მთლიანი გზა გავყოთ შუაზე, შუის აქეთ რამდენი მანქანა დაეტევა მე. დაახლოებით განსაზღვროთ, ანუ დაახლოებით ორი მანქანა, ერთ მარჯვენა ზოლში ჩათვალეთ, რომ მანქანები გაჩერებულები არიან და ოდნავ აქეთ დისტანციის დავცვით, ვიმოძრავით ჩვენ. ვაკონტროლოთ სარკე, შუა და მარცხენა სარკე. 300 მეტრში მარჯვნივ დაგვიძახა.
მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვნივ ჩავთავ, თუ ეს მანქანა არ იდგება და არც ეს დაბყოლებები არ გექნება, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად მარჯვნივ მიიწიეთ. თუ სხვა სიტუაცია არ გაქვს, აქედანვე შეგვიძლია რომ შემოუხვოთ მარჯვნივ მხარეს. გავიხედებით მარცხნივ მხარზე, რა თქმა უნდა, არავინ არ არის და ახლა ამ შემთხვევაში უკვე გავაგზავნებთ მოძრაობას. შემოვედი მარჯვენა ზოლში. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ ორმო არის, ცოტა ნელა გადავალთ და გავაგზავნებთ მოძრაობას. ეს ჩვენი თბილისის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩიდან ამოვიდით თბილისის ქუჩაზე და გავდივართ უკვე ავტობანზე. გავიხსენოთ, აქედან გასასვლელი გავდივართ ორივე ზოლით. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვნივ შეგვიძლია და მარცხნივ. რომელიც გაგიხარდება იქიდან შეგვიძლია გახვიდე ამ მონაკვეთში კონკრეტულად. მაგრამ კონკრეტული მარჯვენა მხარეს გვეძახეს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვნივო, მაგრამ ჩვენ შეერთებისას ვიყენებთ მარცხენა ციმციმას, ჩავთავ მარცხენას, გავიხედებით მხარზე, უკანა ფარგლიდან შეგვიძლიათ ხოლმე, ასე თუ წინა მინდა ვერ ხედავთ, არავინ არ მოდის და დავიწყებ უკვე აჩქარებას, კარგად აჩქარებას დავიწყებ, იმიტომ რომ 70-იან გზაზე შემოვედი და როცა უკვე შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. დიახ, როცა ზოლში გავსწორდებით, უკვე გავთიშავთ მაგ შემთხვევაში ციმციმას. და მიმოძრაოთ პირდაპირ. დაახლოებით 60-65 თუ წინ გზაჯვარდის დაინახავთ, ამ შემთხვევაში ცოტათი შევანელოთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც არ გვითმომდეს. აი ახლა მაგალითად შევანელებ, დავაცადე, ჩაუხვია მანქანა და შემდგომ გავაგზავნებ მოძრაობას უკვე პირდაპირ. წამიერად საჭეზე ხელის გაშვება ეს არანაირი პრობლემა არ არის. ამიტომ შეგიძლიათ სიტყვაზე ადამიანები ვართ, სახეზე ან რაღაც თმა ჩამოგვეფხათ ან რაღაც გავისწოროთ და შემდეგ ისევ მოკიდოთ საჭეს ხელი. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. მიმოძრაოთ პირდაპირ. ვაკონტროლოთ შუა სარკე. ვაკონტროლოთ მარცხენა სარკე. წინ დისტანცია კარგი გვაქვს, ამიტომ 67-68 მივიდივართ დაახლოებით ახლა 70-იან მონაკვეთში. მაგრამ დავაკვირდით უკვე მომდევნო ნიშანს. ცოტათი გასაუშვათ, ეხლა ნელა შენელებას დავიწყებ, იმიტომ რომ 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე 200 მეტრის განმავლობაში, სანამ ავტობანზე შევალთ. ამიტომ 50-ით გავაგზავნებთ მოძრაობას აქ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კიდევ პირდაპირ ვაგზავნებთ მოძრაობას. როგორც კი დავინახავთ უკვე შემდეგ მინიშნებას, ან შემდეგ ნიშანს 90 გვაქვს, აქ უკვე დავიწყოთ ტემპის მომატება, თუ ვიღაცა გვიფერხებს მოძრაობას, შეგვიძლია გავასწროთ კიდევაც. არ იქნება პრობლემა. ის მანქანაც, წინა მანქანაც ჩვენსავით აჩქარდა, მაგრამ უკვე ვეწევით. ცირდება ჩვენსა და მას შორის მანძილი, ამიტომ ვიხედებით სარკეში, გავიხედებით გვერდზე, ვთავთ სიმციმას და კიდევ ზრდის მანქანის სიჩქარეს. გამოვთე მარჩვენებელი, იმიტომ რომ ზოლში გადმოვედი უკვე, როდესაც გავასწარი, გავიხედე სარკეში, დავწუნდე ნამდვილად გავასწარი თუ არა, ახლა უკვე შემიძლია რომ გვერდზეც ხარჯზეც გავიხედები და გადავალ ზოლში. ასე ხდება ავტობანზე გასწრება. მაგრამ არა მარტო ავტობანზე. ანუ ავტობანზე ხა საშუალება გქონდა რომ მეტად მომემატებინა გასწრებისას სიჩქარე, მაგრამ ქალაქშიც ანალოგიურად თუ მიდიხარ 40 და შენ წინ სიტყვაზე ვიღაცა აფერხებს 30-მდე, იგივენაირად, ანუ ვიხედებით, შემდეგ თავთ სიმციმას, შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კიდევ ვიხედებით და შემდეგ ტემპს ვუმატებთ, რომ დროულად განვახორციელოთ ჩვენი მანევრი, ასე რომ გითხრათ. ანუ გასწრებისას ცოტა გაზი არის საჭირო. ოდნავ მარცხენა მხარეს მოვიწიე, რომ ეს ზოლი არ გადავკვეთო, დისტანცია დავიცავი იმ ტრაქტორთან და ვაგზავნებ ისევ პირდაპირ მოძრაობას. რომ გავცდებ, ისევ ოდნავ მოვწიეთ. სულ ციეზე თუ გიწევთ მარცხნივ ან მარჯვნივ გადაწევა, ეს არანაირი პრობლემა არ არის და ციმციმაც ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ. 500 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ. არ გადავდივართ, რა თქმა უნდა. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 300 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ. ველოდებ შემდეგ ნიშნებას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, სადაც უნდა ავიდეთ, ამიტომ შეგვიძლიათ აქედან უკვე ოდნავ გაზ ფეხი აუშვათ, გავიხედებით ხარზე, ჩავთავთ სიმციმას, გავიხედებით სარკეში, შევდივარ ზოლში და უკვე ვიწყებ შენელებას. და გავთიშავთ მაჩვენებას. დაახლოებით 40-მდე დავაგდებთ სიჩქარეს, 30-მდე, 35-მდე.
როგორც მივხვდებით 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. თქვენ თვითონაც მივხვდებით უკვე როდის ეყოფა უკვე შენელება, რომ მკვეთრი არ იყოს მოძრაობა თქვენ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ხვთავთ მარცხენა ციმციმას, კარგად დავიმახსოვროთ. ჩერდებით, როგორც თქვით, შემდეგ უკვე ვიხედებით მხარზე, ორი მანქანა მოდის, ორი მანქანის შემდეგ თავისუფალად შეგვიძლია უკანა ფარგლიდანაც გავიხედოთ. არავინ აღარ მოდის და გავაგზავნეთ მოძრაობას. გავთიშავ ციმციმას. დაახლოებით ავჩქარდებით 60-65-მდე. მეტი არც არის საჭირო. იმიტომ რომ შემდეგ მოსახვევი გვაქვს ასევე მომდევნო ნიშანი 50-იანი ზონა. დაღმართია, უფრო მეტად ჩქარდება მანქანა, ამიტომ ყურადღებით იყავ. კარგად შევანელოთ აქ. 50-მდე დავიყვანოთ სიჩქარე. ორმოვი ცოტათი მოვარიდოთ მანქანა. და გავდივართ ამჩქარებელ ზოლში. გზიზათმოა როგორც ვთქვით წინა ვიდეოში. გვეკუთვნის მთავარი გზის და მომავალი მანქანებთან. გავიხედე, ჩავრთე მარცხენა ციმციმა მომყვება მანქანა, მაგრამ მოდნა მოშორებით. ტემპს მოუმატე, გავზარდე ხელოვნურად მანძილი მე და იმ მანქანას შორის მხარზეც გავიხედე და გადავედი გვერდზე. რას ნიშნავს ხელოვნურად გაზდა მანძილის? ანუ ეს ნიშნავს რომ თუ მანქანა მოგყვებათ და ფიქრობთ რომ ახლა აფერხებს მოძრაობას, მოდი ჯერ გავასწრებ ამ მანქანას. თუ ფიქრობთ რომ მანქანა მოგყვებათ, მაგრამ აი გასწრებას მომდევნო ძალიან დიდ ხანს შეიძლება რომ ზოლი დაგიმთავრდეთ კიდევაც სანამ ის გაგვაცემს, ხო? ამ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ. ერთხელ რომ გავიხედებით, ჯერ დავაკვირდეთ, მეორედაც გავიხედოთ, მეორედაც. თუ ისე მანძილი ძალიან ცოტათი დაპატარავდა ჩვენსა და იმას შორის, ანუ ნიშნავს რომ ძალიან ცოტათი დაგვეწია, ამ შემთხვევაში გას კარგად დავაჭიროთ, რომ მანქანა შესაბამისად მოვიყვანოთ, ანუ ავაჩქაროთ. როცა ჩვენ ავჩქარდებით, რა თქმა უნდა, გავიხედებით, დავბრუნდები მეზოლში, იმიტომ რომ გავასწარი რამდენი მანქანას. ანუ ჩვენ მოუმატეთ გას, რომ ჩვენსა და იმ მანქანას შორის ხელოვნურად მანძილი გაიზარდოს, ანუ ჩვენ წინ წავიდეთ და რომ დავაკვირდებით, რომ გაიზარდა მანძილი, უკვე ნელ-ნელა გადმოვდივართ მთავარ გზაზე, ანუ ავტობანზე. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო. 300 მეტრში მარჯვნივ, ანუ ხა შეგვიძლია ჩავთოთ, მალეს არ ველოდებით, იმიტომ რომ ზოლი მაზდეს უფლებას დავიკავებ მარჯვენა მხარესაც გავიხედები. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. გამოვხდე, იმიტომ რომ ძალიან ადრე გადმოვედი, ახლა უკვე ჩავთავ ისე მარჯვენა ციმციმას. ანუ სიტუაციიდან გამომდინარე, წინა ვიდეოში ვთქვი რომ მეთქი არ გავთიშავ ახლა, იმიტომ არ გავთიშე რომ ცოტა დავაგვიანე გადმოსვლა, ახლოს ვიყავი უკვე და აზრი აღარ ქონდა გამორთვას და ჩართვას. ახლა შედარებით ადრე გადმოვედი, ამიტომ გავთიშე და შემდეგ მოსახვევის 500 მეტრში კიდე გთხოვთ ჩავთე. წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. მარცხნივ მოვუხვიოთ. წინ დაბრკოლება არ გვაქვს. დაველოდები ამ მანქანას ახლა რომ პრინციპში თანაბარი სიჩქარით მივდივართ და ხოლმე 43-44-ით მივდივარ, დისტანცია მეჭირავს. 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. კი ბატონო, 300 მეტრში მარცხნივ შეგვიძლია უკვე ვიზრუნოთ. სარკეში ვიყურებით თავ ციმციმას, კიდევ ერთხელ ვიყურებით, გვერდზეც ვიყურებით და შემდეგ მივცევთ ახლოს მარცხენა ზოლთან. დისტანცია დავიცვათ მანქანასთან. აღმართი, ამიტომ გაზის მეშვეობით მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. მოვუხვიოთ მარცხნივ. ჩავთოთ მარცხენა ციმციმა. ნუ აქ არავინ არ არის, გავიხედებით მხარზე. არავინ არ მოდის და გავაგზავნეთ მოძრაობას. მთავარ გზაზე ვართ უკვე, მარჯვენა მომავალს გავხედავთ, არავინ არ არის, მარჯვენა ციმციმაზე გადავრთავთ და პირდაპირ შევაყენებთ ჭიშკართან. და როგორც ვიცით, დამთავრებისას გამოვდოთ მარცხენა ციმციმას, გადავიდანთ პარკინგში, ამოვწევთ ხელის მუხლუց და უკვე გავთიშავთ ძრავს. სულ ეს იყო მეგობრებო, დიდი არაფერი არ არის წინა ვიდეოებთან და შეცვლილი, ანუ გზასთან დაკავშირებით, უბრალოდ ფალიაშვილზე ადრე ცოტა სხვანაირი ქუჩა იყო, ახლა ცოტა სხვანაირი, ანუ შუა კუნძულიც იყო ეს მოთხრილი, გალამაზებული და ალბათ უკვე ძალიან მალე დახაზავენ მაგ ტრასასაც და შემდეგ უფრო გაგიმარტივდება თქვენ გამოცდის ჩაბარება. კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.